ხუთი პატიმრის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით ადვოკატებმა ირმა ჭკადუამ და მალხაზ ჯანგირაშვილმა საშელახსრულების სამინისტროში განცხადება შეიტანეს. გოჩა შმაგი აფრასიძეები მურთას სიორდია, იოსებ ჩარგაზია და დავით პაპანაშვილი რუსთავის მეექვსე საპყრობილეში მეათე დღეა შიმშილობენ. პატიმრების სამედიცინო მომსახურების უყურადღებობას საპროტესტებენ, როგორც ჯანგირაშვილმა განაცხადა, პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მათ მიმართ საშელახსრულების მინისტრს არნაირი ყურადღება არ გამოუჩენია. ირმა ჭკადუას თქმით, პატიმრებზე კვლავ გრძელდება მორალური შეურაცხყოფა. მისივე თქმით, მიუხედავად ინფორმირებისა, გიორგი ტუღუში მაინც არ ცდილობს საპყრობილეში უსამართლობა აღკვეთოს. მათივე განცხადებით, უწმინდესის კურთხევით შეიქმნა საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭო, რომელიც ციხეებში მიმდინარე პროცესებს დააკვირდება. ვიმართავთ ბატონ მინისტრს განცხადებით, რომლითაც მოვითხოვთ მოშიმშილე პატიმრები, კერძოდ გოჩა და შმაგი აფრასიძეები, იოსებ ჩარგაზია, მურთაზ სიორდია გადაყვანილი იქნენ სასწრაფოდ საშელახსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებაში. ამ ადამიანების მოთხოვნაა სწორედ ამ დაწესებულებაში გადაყვანა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი გამოკვლევა და სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში შიმშილობენ, მათ არ ექცევათ არანაირი სათანადო ყურადღება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წუთში არის სავალალო, რასაც თან ერთვის მთელი ამ წლების განმავლობაში აფრასიძეების მძიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა, დღეს ისინი უკვე გაუსაზრდელ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობენ, მათ მიმართ ადგილი აქვს ციხის თანამშრომლების მხრიდან შეურაცხყოფის მიყენებას, წყალში ჩაფურთხებას იმისთვის, რომ გამოიწვიონ ეს ადამიანები და ადგილი ჰქონდეს პროვოკაციას, რითაც ისინი უფრო მკაცრად დაიშებიან. მისი უწმინდესობის კურთხევით შეიქმნა საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭო, რომელიც გაუწევს მეთვალყურეობას პენიტენციალურ სისტემას. საზოგადოებრივი საბჭო დაკომპლექტებულია ადვოკატების, უფლებადამცავების, ექიმების და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების შემადგენლობით. მონიტორინგის ჯგუფში ჩართული იქნება სასულიერო პირები და აი მათი თანდაწყებით და თანხლებით მოხდება პენიტენციალური სისტემის მონიტორინგი და გადამოწმება.